მოგესალმებით, აქ განვიხილოთ თუ როგორ შეიძლება ჩაიწეროს Windows-ის CD დისკზე, ან კი DVD-ზე. აბსოლუტური მნიშვნელობა მას არ გააჩნია. ამ შემთხვევაში ჩვენ აქ გვაქვს Windows 7. ასე ვთქვათ, ერთ-ერთი Windows-ი. და გვჭირდება მისი ჩაწერა DVD დისკზე, რადგან მისი მოცულობა არის 2 გიგაბაიტი და მეტი, ანუ 2380 მეგაბაიტი. ფაილი როგორც ხედავთ არის ego image, ანუ დიდად Windows ჩაწერას არის პრობლემები, რომ ვერ წერთ მაგალითად Windows დისკზე. პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ, ფაილი უნდა იყოს ego image-ის სახით. ანუ ამ შემთხვევაში ISO, როგორც აქ წერია. ego ფაილის ჩაწერა არ ხდება ჩვეულებრივ სტანდარტული ჩაწერით, როგორც Windows გააჩნია. Windows-ის შეუძლია თვითონ ჩაწეროს დისკზე, აი აქედან, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ ხდება, იმიტომ რომ მას სჭირდება image-ის გაკეთება. ამას საჭიროებს პროგრამას. ანუ ყველაზე მარტივი, საინტერესო და კარგი პროგრამა ეს არის Nero, რომლის საშუალებითაც შეიძლება მსგავსი ტიპის ფაილების ჩაწერა. ამის საშუალებით გაცილებით მარტივია, ვიდრე დავუშვათ სხვა. აქ უნდა ავირჩიოთ, რაზე მუშაობთ, მაგალითად CD-ზე, DVD-ზე, ან თუ CD და DVD ორივეს ერთად. ანუ შესაბამისად მე ფუნქციებიც შესაბამისი მაქვს. ანუ მე როდესაც მინდა ჩავწერო ISO ფაილი, უნდა ჩავთო ჩამწერი ოთახი. ეს არის Nero-ს ჩამწერი ოთახი. ვაჭერ მას. და ავტომატურად მე გამეხსნება მისი ფანჯარა, საიდანაც უკვე შეიძლება, ან როგორც ხედავთ, აქ არის ჩავწერო CD-ROM-ი ISO გაფართოებით, ან თუნდაც იყოს ავირჩიოთ DVD ISO გაფართოებით. უკვე ნებისმიერი ფაილია, გარდა Windows-ზე მე შემიძლია სურათების ISO-ით ჩავწერო, ანუ ეს ნიშნავს, ეს არის დისკის ფორმატი, რომელსაც შემდეგ ჭირდება setup-ი და კომპიუტერი მას გახსნის ავტორანის საშუალებით. ან CD-ზე. ეხლა თვითონ ISO-ს ფორმატს აი მსგავს ტიპის ფაილებს გააჩნია setup-ი აუცილებლად შიგნით. ეს შეგვიძლია ჩვენ გავხსნათ დავუშვათ Windows-ის საშუალებით. ვინ არის საშუალებითაც, იმიტომ რომ ვინ არის აქვს იმის საშუალება, რომ ISO გაფართოების ფაილები გახსნას. უბრალოდ ამის საშუალებით მე მინდა ჩავიხედო მაშინით, აქ რა ხდება? აქ მაქვს setup-ი და აქ მაქვს ავტორანი. ანუ ეს არის ისეთი ფაილი, რომელიც უნდა ჩაიწეროს დისკზე, შემდეგ ავტორანი მიმართავს setup-ს და პროგრამა გაეშვება. ძალიან მარტივია, მთავარია ეს მოხდეს დისკზე სწორად, რომ შემდეგ კომპიუტერმა შეძლოს მისი წაკითხვა. იმისათვის რომ დავუშვათ ჩვენ მივიღეთ ესეთი სახის სურათი, ხო? ეს იკონი, ეს უკვე ნიშნავს, რომ Nero ჩვენ დაყენებული გვაქვს. ანუ პირველ რიგში სასურველია, რომ დისკი ჩაწერამდე აუცილებლად დავაყენოთ პროგრამა Nero, რომელსაც ამ ეტაპზე გთავაზობ და შეგიძლიათ რა თქმა უნდა სხვა პროგრამებთან ჩაწეროთ, უბრალოდ ჩვენ განვიხილავთ მას. ეს არის Nero და უკვე შემდეგ იწყება დისკის ჩაწერის პროცედურა. პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩავდოთ დისკის დამკითხავი, დისკი და შეგვიძლია გავხსნათ открыть с помощью ეს რუსულად ინგლისურად იქნება OpenWich. ანუ открыть с помощью ამ დამხმარე მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც მას გავხსნი. მარჯვენა ღილაკში გვაქვს ეს განყოფილება და Nero-ს ჩამწერი ოთახი ვირჩევ. ეს ავტომატურად გაიგებს რა დისკია. რა დისკი დევს შიგნით და ავტომატურად მიმართავს მას. ამ შემთხვევაში მან გახსნა DVD, როგორც ხედავთ, ეს არის DVD. და რატო? იმიტომ რომ 2 გიგაბაიტი და რაღაცა, ანუ ალბათ ვიცით, რომ CD დისკი არის 700 მეგაბაიტიანი, შესაბამისად მეტი მოცულობა მას არ გააჩნია და 2 გიგაბაიტიანი ფაილი მასზე არ დაეტევა. ეს Windows 7-ია, ჭირდება DVD დისკი, ამიტომაც სისტემა ავტომატურად ამოიცნო, რომ ეს DVD დისკია. მისცა მას მხარდაჭერა და თითქმის ყველაფერი სწორად აქვს. თავარი აქ სიჩქარე ჩავწეროთ 8X-ზე, ეს არის სტანდარტი, რომელსაც ყველა Windows წაიკითხავს. ანუ ეს თითქოს წაკითხვაზე ხდება, 20-ს წაიკითხავს, ეხლა ახალი კომპიუტერი პრობლემა არ აქვს, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ, მიჩვეულები ვართ და იყოს 8X-ი, რომელსაც დატესტილია და ამდენად ვიცით, რომ მას არანაირი პრობლემა ამ სიჩქარეზე, კინ ჩაწერაზე და კინ წაკითხვაზე არ შეექმნება. ჩაწერა, იკონის დავაკვირდეთ, თუ დავუშვათ სხვა ვერსია გიყენიათ Nero-ს ან ინგლისურენოვანი, პროჟი ამ შემთხვევაში. მეტი დანარჩენი აქ ისეთი არაფერი არ არის, უბრალოდ ვაწვევი. და იწყება
ჩაწერის პროცესი. Რა თქმა უნდა, ჩაწერა მოითხოვს გარკვეულ დროს. ჩაწერის შემდეგ უნდა შეიქმნას დისკი, რომლის საშუალებითაც მე თავისუფლად შევძლებ Windows-ის გადაყენებას. დაველოდოთ. დისკი ჩაწერილია, ამის შესახებ ჩვენ გამოგვივიდა ესეთი ფანჯარა, ვაწვევი OK და უკვე ამის შემდეგ უკვე კომპიუტერი თავისით ავტომატურად გამოაგდებს დისკს ამკითხველიდან, ანუ გამოწევს მას CD-ROM-ს. ისე მივაჭიროთ, რომ დისკი დაუბრუნდეს თავის ადგილს. ეხლა შეგვიძლია მაგ კომპიუტერში ვნახოთ ჩვენს მიერ ჩაწერილი სისტემა. დაველოდოთ, სანამ იგონი მიიღებს შესაბამის ფორმას, უკვე დისკი არის, როგორც ხედავთ, Windows-ის დისკი ავტომატურად გახსნა მან ეს. ავტომატურად ჩაგვირთვა ან ფაილები, ამ შემთხვევაში ვნახოთ ფაილები, რომ აქ მეტი დამატებითი არაფერი არ იყოს. ანუ ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული Windows-ი, როგორც ხედავთ, setup-ით. და თქვენ შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, ის ჩაწეროთ დისკზე. სულ ეს იყო, რაც Windows-ის ჩაწერას ახავს, ამ შემთხვევაში Windows 7 ჩავწერეთ, მაგრამ XP-ს და სხვა Windows-ების, კინდ Linux-ის ან ნებისმიერ სხვის შემთხვევაში აბსოლუტურად იგივეა, მთავარია ჩაიწეროს ISO ფორმატი.